პირველი ვიდეო გამოქვეყნებულია TikTok-ის მომხმარებლის Peach Assassin 99-ის მიერ. ახალგაზრდა ქალი ლორენ კომპსი, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ცნობილია როგორც გოგონას შეპყრობილ სახლში. უკვე 2 წელია ცხოვრობს მისი ოჯახის ძველ სახლში, რათა მასზე იზრუნოს. სახლში გადასვლიდან მალევე დაიწყო უცნაური და მისტიკური მოვლენები, თუმცა ამ დღემდე ეს ყველაფერი ძალიან იშვიათად ხდებოდა. Dude, my fucking door just closed. Is that the slam sound? Yes, and it's locked. What the fuck? I just got locked out of my house. Is anyone there? Yes, nobody's here. That's kind of scary. Where the dog? Luna! Luna's inside by herself. I don't even see her in there. Look. Hang on. Thing rash. სანამ ლორენის სახლის გარეთ ტელეფონზე საუბრობდა თავის შეყვარებულთან, მის უკან კარი თავისით მიუხურა და ჩაიგეტა. სწრაფად მოაზროვნე ლორენი უკანა კარისკენ გაიქცა, საბედნიეროდ ის ღია დახვდა. თუმცა როგორც კი შევიდა, ეს კარი იდუმალი ძალით მიიხურა და ჩაიგეტა. უფრო საშინელება ის იყო, რომ წინა კარზე ზარს განუწყვეტლი ვიღაცა რეკავდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არავინ იყო. ამ საზარელი შემთხვევის შემდეგ ლორენი გარკვეული დროით თავის შეყვარებულთან გადავიდა საცხოვრებლად. გოგონამ სახელად ემილიმ შუაღამით ტელეფონზე მიიღო შეტყობინება. როგორც ჩანს, მისმა უსაფრთხოების კამერა მოძრაობა დააფიქსირა. მან იფიქრა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გამვლელი მანქანა ან უბრალოდ ფეხით მოსიარული, ამიტომაც არ უჩქარია ჩანაწერის შემოწმება. თუმცა, როდესაც საბოლოოდ ნახა ვიდეო, მან შემზრავი რომ დაინახა. სახლის სახურავზე მაღალი თეთრი ფიგურა ჩანს. ეს უცნაური არსება სრულიად უმოძრაოდ იდგა. შემდეგ კი მოულოდნელად ცაში აიჭრა და გაფრინდა. უკან კი მოჩვენებითი თეთრი კვალი დატოვა. ამ ვიდეოს ინტერნეტში საკმაოდ შერეული გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მონტაჟია, ხოლო ზოგის დარწმუნებულია, რომ ემილის სახლს რაღაც მისტიური ზებუნებრივი არსება ესტუმრა. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით? გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ. ქალის სახელად ჯენ ბარარი ფლობს სახლს და მიმდებარე შენობებს, რომლებიც 1700-იან წლებში ააშენეს. და როგორც ჩანს, ამ ადგილას ნამდვილად რაღაც პარანორმალური ხდება. ჯენი და მისი ოჯახის წევრები ხშირად გრძნობენ, რომ სახლში მარტონი არ არიან. ამიტომაც მთელ სახლში კამერები დაამონტაჟეს. სულ ახლახანს მისი ქალიშვილის საძინებელში არსებულმა კამერამ აი ეს საშინელი რამ გადაიღო. უბრალოდ უყურეთ. მარცხნივ მდებარე პატარა კარადის კარი მოულოდნელად თავისით გაიღო. რამდენიმე წამის შემდეგ კი სიბნელიდან პატარა თეთრი ფიგურა გამოჩნდა, რომელიც სწრაფადვე დაიმალა კარს უკან. ეს საშინელი პატარა ფიგურა რამდენიმე სანტიმეტრი იქნებოდა და არც სახე ჰქონდა და არც თავი. სამწუხაროდ ჯენისთვის ეს ერთადერთი რამ არ იყო, რაც კამერამ დააფიქსირა, რადგან შემდეგ სათვალთვალო კამერამ აი ეს გადაიღო. Oh my fucking god, what the fuck? That light wasn't.
Holy shit, did you see that? What the fuck is that? It's like white mists running around the room. ტიმი დაცვის თანამშრომელია, თუმცა რომელ ობიექტზე მუშაობს, ეს არ უთქვამს. სამსახურის დაწყებიდან მალევე მიხვდა, რომ შენობაში რაღაც რიგზე არ იყო. აუხსნელი ცივი წერტილები და საგნები, რომლებსაც თავისით შეუძლიათ მოძრაობა. მალე ღამის სულაში მუშაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მისთვის. საბედნიეროდ ტიმისთვის, ობიექტი მალე იხურებოდა, მაგრამ ამის გამო შენობაში აქტიობები უფრო მეტად გაიზარდა. Hello? Who's there? God. What the hell? Hey. Hey. Who's there? ერთ ღამეს ტიმის უცნაური ხმები მოესმა და გადაწყვიტა ენახდო რა გამოსცემდა ამ ხმებს. მოულოდნელად მან ნახა მანეკენი, რომელიც უხილავ ძელას ჰყავდა აყვანილი და კარზე აგრესიულად ახეთქებდა. შემდეგ კი მინის ნაჭერი გადმოაგდო, რომელიც მყისიერად დაიმსხვრა. ტიმმა სიმამაცე მოიკრიბა და კარები გააღო, მაგრამ იქ არავინ დახვდა. მორიგი ცვრის დროს ტიმი პირისპირ შეხვდა საშინელ არსებას, რომელიც მას აწამებდა. Hello? როგორც ხედავთ, როდესაც ტიმი მანეკენებს ათვალიერებდა, მის უკან შავი სილუეტი გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ მას უყურებდა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ როდესაც ტიმი მას ფანარი მიანათა, იქ ვერავინ დაინახა. თითქოს და ეს იდუმალი არსება ჰაერში აურთქლდა. როდესაც ტიმი მის ბოლოს სამუშაო ცვლაზე მივიდა, მას კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა ამ იდუმალ არსებასთან. როდესაც ტიმმა კუთხისკენ გაიხედა, იგივე შავი არსება დაინახა, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იჯდა. როგორც კი მისკენ ფანარი გაანათა, ამ ფიგურამ ნელა-ნელა ასწია თავი და ტიმს თვალი გაუსწორა. ამ საშინელმა ვიდეომ მის კომენტარებში დებატები გამოიწვია.
ზოგ ადამიანს ჯერა ამ ყველაფრის, ხოლო ზოგიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დადგმულია. კეისი, რომელიც ამ TikTok-ის გვერდს მართავს, ხშირად აგვეყნებს ვიდეოებს თავისი საყვარელი ძაღლის, ლულუ შესახებ. ამ ვიდეოების გარდა მის გვერდზე არაფერია უჩვეულო. გარდა ამ ერთ ვიდეოსი. კეისის თქმით, მან შემაშფოთებელი რამ შენიშნა უსაფრთხოების კამერაზე ღამის საათებში. პასუხების მოსაძებნად კი TikTok-ს მიმართა და ეს ვიდეო გამოაქვეყნა. შუაღამით მისმა უსაფრთხოების კამერამ გამჭვირვალე ფიგურა დააფიქსირა, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს მოძრაობდა. ეს საშინელი, ნელი მოძრავი ფიგურა მარჯვნიდან მარცხნივ გადაადგილდებოდა. კეისი და მისი ქმარი არ არიან დარწმუნებულები თუ რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ მოჩვენებითი ფიგურა აშკარად ადამიანის ფორმისაა და თითქოს გზაბნეული დაეხეტებოდა. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდით. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, არ დაგეზაროთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩეთ მორიგის საინტერესო ვიდეოები. მეკიდროებით და გემშვიდობებით. ნახვამდის.